მოგესალმებით ხალხო. დღეს განვიხილავ ისეთ თემას, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აინტერესებდა და ძალიან ბევრს უნდოდა და ჩემი მოსწავლეებიც ითხოვენ ამაზე ვიდეოს. მოსწავლეებისაც ცალკე არ მაქვს ამაზე ახსნილი, იმიტომ რომ გეტყვით მოკლედ გაიგებთ რატომაც რა. დღეს გვექნება თემა ესე ქვია daily bias. daily bias-ი არის თუ საით ფიქრობ, რომ ღიურზე მარკეტი წავა. მოკლედ, პირველ რიგში daily bias რატომაც ითხოვენ რომ აუხსნა არის ხოლმე ძირითად რომ მაღალ time frame-ზე ვერ კითხულობენ მარკეტს ეს არის პრობლემა და double time frame-ზე რო ტრეიდობენ მაღალ time frame-იან მარკეტს რო ვერ მიყვებიან ამიტომაც არასრულ გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე რა ეხა რა არის daily bias-ი? ნუ daily bias-ი არის დღიური მარკეტის bias-ი, ანუ ყოველთვის ვიცით და ვიცით რა ვინც არის უნდა იცოდეთ რომ ყველაზე მაღალბუთობიანი ტრეიდები დღის განმავლობაში არის ის ტრეიდები, სადაც დღიური გაშლა ხდება. ანუ დღიური სანთლის გაშლა. სადაც ხდება, ეგ არის ყველაზე მაღალბუთობიანი ტრეიდი. აი მაგალითად, ხო? პარასკევ დღეს ყველაზე მაღალბუთობიანი ტრეიდი ლონგი იქნება თუ შორტი? ლონგი, რა თქმა უნდა. ხუთშაბათს ყველაზე მაღალბუთობიანი ტრეიდი რომელი იქნებოდა? ლონგი თუ შორტი? ლონგი, რა თქმა უნდა. ოთხშაბათს შორტი. სამშაბათს შორტი. მაგრამ არასწორ ასპექტებზე ამახვილებენ ხოლმე სულ ყურადღებას რა. daily bias-ი ეს ერთია და სესიის bias-ი მეორე რა. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს სესიები, აი აი ეს არის ინდიკატორი რაც უნდა დააყენოთ რა, ICT kill zones და pivots-ი. აი მარტო აი ამ დროის მონოკვეთებში იტრეიდეთ. სხვა დროის მონოკვეთში ტრეიდი არ გახსნათ რა. და მოკლედ აი ამ დროის მონოკვეთებში არის ხოლმე ყველაზე მაღალბუთობიანი ტრეიდი. ეს არის ნიუ-იორკის დროით, საქართველოს დროით თქვენით Google-ში მოიძიეთ და მიხვდებით რა დროსაც იქნება. ხო მოკლედ, ანუ daily bias-ი ერთია, მაგრამ sessions bias-ი მეორე. ყოველთვის მე ვურჩევ მოსწავლეებს, ნუ ბოლო ლექციაში უფრო უკეთ ვილაპარაკებ თქვენთან ამაზე, მაგრამ ეხაც გეტყვით, რომ ამორჩეული უნდა გქონდეთ ერთი სესია და მაგ ერთ სესიას დაუსპეცდეთ ესე ვთქვათ და დააპროფესიონალდეთ მაგ ერთ სესიაში. რომ კარგად იცნობდეთ მაგ სესიაზე მარკეტის თავისებურებებს, ხო? იმიტომ რომ chart time ზოგადად ანუ გამოცდილება მარკეტზე უპირატესია ყველაფერზე რა. daily bias-იც ყველაზე მეტი წილი როგორ უნდა გაიგო daily bias-ი გამომდინარეობს გამოცდილებიდან, ანუ chart time-იან მარკეტზე დროის გატარებიდან რა. პარასამობთი, ანუ მარკეტი მთელი დღის განმავლობაში მარკეტი დააკვირდებით, რომ ზემოთაც ადის და ქვემოთაც ჩამოდის, ხო? ქვემოთაც ჩამოდის. აი, ზემოთაც ადის, ქვემოთაც ჩამოდის, ზემოთაც ადის, ქვემოთაც ჩამოდის დღის განმავლობაში. მარკეტზე რომ დაждები, პირველ რიგში შენ სატრიდო დროს უნდა გადაწყვეტო, რომელი მოძრაობის ნაწილი იქნები დღეს. იმიტომ რომ მარკეტზე ორივე ტრეიდერი იგებს ხოლმე, short ტრეიდერიც იგებს ხოლმე და long ტრეიდერიც. ხო დაждები უნდა გაიგო, რომლის ტრეიდი გინდა? long-ის ტრეიდი გინდა თუ short-ის ტრეიდი გინდა? იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებელია მოგება გააჩნია ნარატივს. ნარატივი არის მაღალ time frame-ზე გაკეთებული ანალიზი, ესე ვთქვათ, მარტივად რო გითხრათ რა. ხო. მოკლედ, მოდი დავიწყოთ ახლა როგორ გავიგოთ daily bias. ნუ პირველ რიგში უნდა დავუკვირდეთ მარკეტი რა მდგომარეობაშია. ვართ bullish პროგრამაში თუ ვართ bearish პროგრამაში. ღიურ time frame-ს გამოიყენებ ძირითადად weekly შეგიძლიათ, weekly-ზეც გამოიყენოთ, აი მაგალითად. როგორ შეგვიძლია weekly გამოგვიყენებინ აი ამ კვირაში. მონიშნოთ აი ამ სანთელს, რა არის ეს სანთელი? bearish სანთელი, ჩაიხურა სანთლის ტანების ზემოთ, გახდა ეს რა? bullish order block, ეს სანთელი ჩამოდის სად? აი ამ bullish order block-ში. აქედან ილონგება. მარკეტზე bullish-ი ვართ, როგორც დააკვირდებით, ვართ all time high-ზე, ანუ იმ ადგილას, სადაც ფასი ნამყოფი არ არის, ყოველ დღე ვიპყრობთ ესე ვთქვათ. ამიტომაც bullish-ი ვართ, არანაირად ვერ იქნება bearish-ი ესეთ მარკეტზე, ხო? ამიტომაც აი ამ მე რა გქონდა weekly santels, ხო? გქონდა retracement-ი სამშაბათი, ოთხშაბათი, retracement-ი გქონდა და მე გაილონგა, გააგრძელა მოძრაობა, ჩამოვიდა weekly order block-ში და მე გააგრძელა ზემოწვლა. ეს არის შენი daily bias-ი ჩათვალე, იმიტომ რომ მთელი კვირის განმავლობაში გაქვს bias-ი, რომ მარკეტი ჯერ ხომ თუნდაც ჩამოვიდეს ამ weekly order block-ში, აქედან რო განახებს double time frame-ზე confirmations, მე რაც გასწავლე displacement-ი მაგალითად, მე უკვე იტრეიდოთ bullish ეტაპი მაგიდან, მაგამდე შეგიძლიათ short იტრეიდოთ, აქედან შეგიძლიათ long იტრეიდოთ. მაგას გულისხმობ მე. მოკლედ, აი სამშაბათი, ოთხშაბათი, აი შეგიძლიათ ესეთ სტრუქტურას, აი retracement-ის და expansion-ის სტრუქტურას, უფრო ვინც scalper-ი ხართ ან day trader-ი ხართ, ხო? დღის განმავლობაში ვინც ტრეიდობთ ან
ძალიან დაბალ time frame-ზე ვინც უყურებთ მარკეტს, ხო? ეხლა retracement-ის დაჭერა შეიძლებოდა და expansion-ის დაჭერა. აი მაგალითად, ხო? დააკვირდებოდით მარკეტს, როდესაც დაიწყებდა displacement-ს ქვემოთ და დაიწყებდა დადისრესპექტებას სხვა მოწინავეს და მოპირდაპირე მხარეს. მაგალითად, აი ამ იმბალანსის, ხო? და დაიწყებდა გაკეთებას order ბლოკების, აი შეხედეთ, bullish სანთლები, ჩამოვიდა სანთლისთანი დაიხურა მის ქვემოთ. ეს არის შენი რა? bearish order ბლოკი, ხო? bearish order ბლოკი აკეთა. ეს სანთლები სადადის მის ნახევარზე, აქაც გვაქვს bearish order ბლოკი და ვიწყებთ retracements. retracements რომელი retracement? ამისთვის expansion-ი ეგ იდეაში. მაგრამ ამ range-ისთვის retracement-ი. მაგრამ ვიწყებთ retracement იმ weekly PDR-ში, იმიტომ რომ მარკეტი რო ჯერ ზემოთ ავიდეს, ხო? უნდა წავიდეს ჯერ ზემოთ რო ავიდეს, ჯერ უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ. მე რო აქ რო ჩამოვიდო და აქედანაც დააკვირდებოდი სტრუქტურას და სიზუსტისთვის დაელოდებოდით რას? რა გასავლეთ? roll gap-ი გასავლეთ და ასევე გასავლეთ order block-ი, ხო? აი მაგალითად ახლა 4 საათიანზე აქ რო ჩამოვიდეთ, რა გავიკეთეთ? ვედავთ ორ bearish santels, მის ზემოთ დაიხურა სანთლისტანი, გახდა ეს bullish order block-ი, ეს სანთელი ჩამოდის სად? 10 საათიანი სანთელია თან, ეს ნიუ-იორკის AM-ის დრო არის. ჩამოდის აქ, აი აქ ვიყავით ფოტოშორის live trading-ზე long-ში. აქედან მოძებნით long-ებს და დაათარგეთებთ buy sell liquidity-ს. ეს მოხდა რა? სესიაზე. ნიუ-იორკის AM სესიაზე მოხდა ეს ყველაფერი. ანუ AM სესიაზე, რო ფასი ჩამოვიდა, ეს sell sell liquidity აიღო, ეს უკვე double time frame-ზე გადავიდა მეტად თვალსაჩინო ყველაფერი. ჩამოვიდა, sell sell liquidity ავიღეთ. აქედან displacement-ი გქონდა, retracement-ი რო გაკეთა roll gap-ში, თან ვართ იმ 4 საათიან order block-ში, retracement-ი გქონდა და გააგრძელა ზემოცვლა. აი ეს ეკეთება და მაღალი time frame-დან გადმოსვლა double time frame-ზე. ეს ეკეთება რომ შენ ანალიზი გააკეთო და double time frame-ზე უბრალოდ აი ამ მოძრაობის წევრი გახდე რა. ეხლა როგორ იტრეიდებდი ამ მოძრაობას. მაგალითად, ნუ ვართ weekly ადგილას, weekly ადგილიდან ველოდებით expansion-ს ისევ ზემოთ. გვაქვს აგერ ძალიან ლამაზი buy sell liquidity დასტარგეთებელი. გადავიდეთ 9 წუთიანზე. მერე შეგიძლიათ დაჟე აქ რო ჩამოვა, აქედანაც რადგან მე გასწავლეთ რომ displacement-ის გარეშე ტრეიდი არ დაბალბოთობიანი, displacement-ი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? displacement-ი გვაქვს, იმბალანსი გავიკეთეთ, რაც მე გასწავლეთ 15 წუთიანი roll gap-ი აი აქ, ხო? ეს ხდება ყოველ დღე ხალხო. ესე ანალიზი კეთდება ყოველ დღე. რა თქმა უნდა, მექანიკური ვერ იქნება. ყოველთვის daily bias-ი და ეს ნარატივი და ყველაფერი, ხო? გამომდინარეობს თქვენი chart time-დან. არ იყოთ ერთ time frame-ზე მიჯაჭვული, მაღალ time frame-ზე. ყველა ვიდეოში მეგონი თითქოს ვიმეორებ, რომ ანალიზი გააკეთოთ მაღალ time frame-ზე და entry გააკეთეთ double time frame-ზე. მაგას რატო გეუბნებით? იმიტომ რომ მარკეტზე თქვენი აგებული მიმართულება და აგებული ანალიზი უნდა იყოს მაღალ time frame-ზე და double time frame-ზე მარტო იმ შემთხვევაში უნდა გადადიოდეთ, რომ როცა მარკეტი თქვენს მაღალ time frame-იან ადგილას ჩამოვა, ხო? თქვენი მიმართულებით რაც მაღალ time frame-ზე გააკეთეთ მიმართულებას, საიდას ფიქრობთ რომ მარკეტი წავა და მიზეზი აქვს მაგით რომ წავიდეს, ხო? double time frame-ზე ჩათვალეთ, არაფერს აკეთებთ, იმის 10%-ს აკეთებთ, რაც უნდა გააკეთოთ, რომ entry იპოვოთ. ეხლა მაქვს მაღალ time frame-იანი ადგილი მონიშნული აქ, retracement გქონდა. აი ამ roll gap-ში გადავიდეთ, რავი, 1 წუთიანზე. აქ ნებისმიერი ტრეიდერი შეიძლებოდა გაგეხსნათ ტრეიდი რა. displacement-ი იგივენაირი რამ, რაც წინაზე ვნახეთ. displacement-ი აქ გვაქვს აგერ roll gap-ი, შეგვეძლო აქაც entry გავუკეთებინა. ამ roll gap-ში დაბლს დაგვიყენებინა ესე ქვემოთ და დაგვითარგეთებინა აი, ნუ buy sell liquidity ზემოთ. ან ეს high-ები შეგიძლიათ დაათარგეთოთ ჩვეულებრივად რა. კიდე რავი, ვისაც 1 წუთიანზე entry ტრეიდი არ მოგხსნათ, ხო? მის სკალპერი ხართ, ხო? 5 წუთიანიდან დაბლა იტრეიდეთ. 5 წუთიანზე შეგიძლიათ entry-ს გაკეთება. ესეც დავქოლე live trading-ზე. აი მაგალითად რო მოგინიშნოთ. აქ გვაქვს რა? bullish-ი ვართ მარკეტზე, weekly ადგილას ვართ ჩამოსულები, displacement გვაქვს 1 საათიანზეც. აქ გვაქვს რა? ეს ხო არის? ყველა bearish სანთელი ხო არის გადაბმული, ხო ეს რა არის? bullish order block-ი სანთლისთანი დაიხურა მის ზემოთ, ეს სანთელი ჩამოდის სად? low-ს იკეთებს სად? აი ამ bullish order block-ში, გადავიდეთ double time frame-ზე კიდევ 1 წუთიანზე იგივე ადგილია, უბრალოდ სხვანაირი ხედვით. მერე აქაც order block-ს ვიკეთებთ. შეხედეთ, ჩამოვიდა აქ, ყველაზე მაღალბუთოვნი order block-ები რომელია? რომელიც მაღალ time frame-დან გამომდინარეობს. ნარატივი ესე იგება. აი ამ order block-ში რო ჩამოვა, აქ long-აო, stop loss order block-ის ქვემოთ და target-ი buy side. ეს არის ხალხო trading. daily bias-ზე რა რჩევაც შემიძლია მოგცეთ, ხო? ანუ
პირველ რიგში ყველაზე კარგი რჩევა, რაც შემილია მოგცეთ, რაც ჩემი გამოცდილებიდან დავაგროვე, არის ეს, რომ არ იყო ძალიან ბაიასი მიჭუჭული რა. ნარატივი აუცილებელია. ნარატივში გულისხმობ მაღალ time frame-ზე უნდა გქონდეთ რაიმე ზონა მონიშნული, როგორც არის feral gap-ი, რაც გასავლით order block-ი, liquidity, ეგ ადგილები უნდა გქონდეთ მონიშნული და მაგ ადგილებში რომ მოხდება fast retracement-ი, მერე იტრეიდოთ double time frame-ზე მაგ ადგილიდან, ხო? ეგ გულისხმობ. ეხლა შეხედე, აი აქ როგორი სურათი გვაქვს, ხო? მარკეტზე ბულიში ვართ, გავაკეთე daily-ზე, weekly-ზე თუ გინდათ 4 საათიანზე ანალიზი, რომ მარკეტი ბულიშია ზოგადად, bullish მარკეტზე bullish trade-ებს წინდა ფილტრავ bearish ეტაპებს, ჩემი რჩევა არის ეგ. და ეხლა რა ქრა მაქვს? ორი რაღაცა მაქვს მონიშნული. ეს 1 საათიანი და ეს 5 წუთიანი. 1 საათიანში რომ ჩამოვიდე, ხო? მაქედან მე ვნახე 5 წუთიანი 5 წუთიანზეც რომ გაიკეთა მერე იგივე ზონა, ესე ვთქვათ, რაც თუ გინდა 1 საათიანზე თუ გინდა აქ ფეროლიგები აკეთებულიყო ორივე შეიძლება და შესვლა რა. აგერ order block-ი გაიკეთა. აკი კონსოლიდაცია იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიმართულება მაინც გამართლა, ხო? 5 წუთიანი order block-ი, stop low-ზე, take profit high-ზე. daily buy ესე ძალიან მიჭუჭული არ იყოთ, იმიტომ რომ ხანდახან, ყოველთვის სწორი ანალიზი ვერ გექნებათ, bias-ის მხრივ გაკეთებული, სულ ყოველთვის სწორი მიმართულება ვერ გექნებათ რა. იქნება დღეები, რომელიც რთული იქნება, იქნება დღეები, რომელიც მარტივი იქნება. რთულ დღეებში ისა დამოღამებიდან გამომდინარეც გირჩევთ, რომ რა თქმა უნდა არ იტრეიდოთ, ან ძალიან დაბალ 1/4 გარისხოთ ვიდრე რისკავთ ხოლმე და მარტივ დღეებში გამოიყენოთ ეგ თქვენი შანსები. ეგ რა თქმა უნდა. და კიდე ჩემი რჩევა, ხო? daily buy-აზე სულ მიჭუჭული ვერ იქნებით, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი ფიქრი, ჩვენი ხედვა შეიძლება არასწორი იყოს, მარკეტის საპირისპირო გვეუბნებოდეს, ხო და ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის რა. მარკეტი როცა შენ რო ხარ იმაგათად ხარ ბიარიში. ხო? მაგალითად ხარ მარკეტზე ბიარიში, მაგრამ მარკეტი თითქმის ყველა ნიშანი გახსნიდან, მარკეტი რო გაიხსნა შენ სატრიდო სესიაზე, ხო? გახსნიდან გაჩვენებს, რომ არ არის ბიარიში, ბულიშია, ხო? მარკეტზე displacement-ი ხდება ზემოთ, მარკეტი disrespect-ს იწყებს bullish ზონების, ხო? პატივს არცემს, იკეთებს bullish ზონებს, კი არა bearish ზონებს, იკეთებს bullish ადგილებს, რომ გაილონგოს მარკეტი, მაგრამ შენ ფსიქოლოგიურად მაგაზე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ელოდები bearish setup-ს, ხო? ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის. ამიტომაც აქედან უნდა იმახსოვრეთ, ჩემი გამოცდილებიდან არჩევა არის, რომ არ იყოთ bias-ზე მიჭაჭული, ხო? ყოველთვის გქონდეთ არის ხოლმე მომენტები, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება ძალიან იყო მიჭაჭული bias-ზე და ერთი მიმართულება ძალიან გინდოდეთ რომ მოხდეს, იმიტომ რომ ეგეთ დღეებიც არის, ხა მაგალითად ესე დღეს bullish-ის გარდა სხვა ვერაფერს ვერ იფიქრებდი რა. ეგეთი დღეებიც არის ხოლმე, ვართ ხოლმე, როცა ვტრეიდობთ, როცა ნეიტრალურად ვგრძნობ თავს, არც იქით ვფიქრობ და არც აქედან ველოდები მარკეტს, რომ მეტი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს და მეტი ინფორმაცია მომაწოდოს თავის ნამოქმედარზე, რომ მე შესაბამისი ტრეიდი გავხსნა და არის ხოლმე მომენტები, როცა bias საერთოდ არ მაქვს და საერთოდ ტრეიდს არ ვხსნი. იმიტომ რომ როცა მარკეტზე ვერ ხედავ liquidity targets-ო, liquidity site რა liquidity target-ებს მარკეტი თუ მაგას ვერ ხედავ, ხო? არ უნდა იტრეიდო. ამით თქვენ win rates ბევრად უფრო გაზრდით. გაზრდით არა იმით, რომ ბევრ trades მოიგებთ, ხო? ანუ ბევრ trades გახსნით და ბევრ trades მოიგებთ. არა იმას, რომ ბევრ trades არ წააგებთ მაგით. ხდები? აგარიდები წაგებებს და win rate-იც შესაბამისად გაიზრდება მოგებებთან ერთად. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. მომავალში ვაპირებ. აი, მომავალში შემდეგი ვიდეო ალბათ იქნება ეხლა. ფრენა მაქვს დღეს. მივფრინავ. რო ჩავალ, იქიდან გადავიღებ თუ მე როგორ ტრეიდობ 15 წამიან time frame-ზე. ძალიან ბევრს აინტერესებს დარწმუნებული ვარ ეს, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული სტილი მაქვს, ესე ვთქვათ. და მაგას ავხსნი შემდეგ ლექციაში, მაგრამ ეს არ იქნება mentorship-ის ვიდეო, ცალკე ვიდეო იქნება. mentorship-ის ვიდეოები კიდე მაქვს ბევრი გადასახები, ამიტომაც არ მოიწყენთ, ძალიან კარგი და ხალისიანი ინფორმაცია იღებთ. ეხლა რა ინფორმაციას საკლაპარაკობ, აი დარწმუნებული ვარ, ხო, აი საქართველოში მენტორებმაც არიციან და თავის mentorship-ს ვერ ასწავლიან. ეს შემიკვენა ერთი. აი მადლობა ხალხო ყურადღებისთვის, როგორც ყოველთვის გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო და კომენტარები დაგვიწეროთ და ჩვენი სოციალური ქსელები არის description-ში. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.